დღეს უსახლკაროებმა და სოციალურად დაუცველებმა მერიასთან აქცია გამართეს. ისინი თბილისის მერიისგან კანონით გათვალისწინებულ თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. 2008 წელს შვეიცარიამ და თბილისის მერიამ უსახლკაროების ბინების მშენებლობისთვის 1,65,000 ლარი გამოხო. პროგრამა 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, რაც 5,000 ბენეფიციარის ბინებით დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა. თუმცა ამ ეტაპზე აშენებულია მხოლოდ ერთი სამსართულიანი კორპუსი 28 ოჯახზე, სადაც დევნილებით შეასახლეს. სულ დაუცველი ვარ. დავრი ვარ ბენის გულიზა. ხუჯერმა განცხადება შეატანეთ, დღეს მოგცემთ, ხვალ მოგცემთ. იძახიან ტოლილებიო. ტოლილებს აქ თვითონ ტოლის აქ ხუთხუძებია მიღებული. გაყიდულებია, მოწყობილები აქვს, მაღაზიები აქვს, დემტოლებს. დაათვალე თავრობა სად არის? ესენი მაფიოზები. გარაჟში ცხოვრობ გენაცვალე დროებით. მე მითხრეს და მიცალე გარაჟში. მოვედი განცხადება დაწერილი მაქვს, რამდენი ხანი ველოდები მივდივარ, მეუბნებიან რომ აუცილებლად სახკარი გექნებათ. ქუჩაში ვარ სამ აბანკოფი და ესე გვატყვილებენ და შენების პროცესშია დიდ დიღომში მდებარე 24 ოჯახზე გათვალისწინებული კორპუსი, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ისევ მიმდინარეობს შვეიცარიასთან მოლაპარაკებები და სამომავლოდ გაცილებით დიდი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, სადაც სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩევიან ადამიანები. არის სამი ძირითადი კრიტერიუმი. პირველი არის რომ აუცილებლად ბინა არ უნდა ქონდეს მაგეთი არც საქართველოში. არა, რა თქმა უნდა, არც საქართველოში, არც საქართველოს გარეთ. ეს ერთი კრიტერიუმი. მეორე არის ქულა, სარეიტინგო ქულა უნდა ქონდეს, სიღარიბის პროგრამაში უნდა მონაწილეობდეს და ქულა უნდა იყოს არა უმეტეს 57,000 ქულით. ეს მეორე. და მესამე პირველი არის აუცილებელი რომ თბილისის რეგისტრაცია ქონდეს ბინის ერთ წევს ოჯახის ერთ წევს მაინც.